და აი ამჯერად ჯაზი და ჯაზ ფესტივალი დაიპყრობს ჩვენს მთასაც და გუდაურში აი ასეთი სახელწოდებით ჩატარდება ორდღიანი არაჩვეულებრივი ფესტივალი Winter Jazz გუდაური ძალიან მარტივად რომელიც ყველაფერს ამბობს მოკლედ და დანარჩენს ახლა ჩვენი სტუმრები იტყვიან მიხეილ გიორგაძე შემოგვიერთდა რომელიც ცხადია რომ მუსიკალურ ნაწილზე ჯაზ ფესტივალის მხრივ ისაუბრებს და ასევე ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მოხვედით და გვიზიარებთ ამ ამბავს. ესე იგი, აღარ დარჩა ხო პრინციპში მთა, ბარი, რაღაც საქართველოს გეოგრაფიული ნაწილი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ ტრადიცია გრძელდება ახალი განსაკუთრებულად საინტერესო გამორჩეული პროექტების და ანონსების თქვენს ეთერში და დღეს სწორედ ეს დღე არის დიახ ჯაზ ფესტივალების ასე ვთქვათ ტრადიციას მეოთხე სეზონი, ზამთრის სეზონის დაემატა და წელს პირველად ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ სხვა ფესტივალების მსგავსად ის ყოველწლიური და ტრადიციული ღონისძიება გახდება, ემატება Winter Jazz გუდაური ამ შემთხვევაში გუდაურში ჩატარდება 24-25 თებერვალს კალენდარიც გაიზარდა და მოცულობა და რუკა და ტერიტორიაც ხო? Winter Jazz-ი გახლავთ Jazz and Wine-ის მსგავსად თავის დროზე ჩვენ საუბრობთ, გახლავთ საერთაშორისო ფორმატი. შესაბამისად, გუდაურში ჩატარებული ფესტივალი, ორდღიანი ფესტივალი იქნება, როგორც თქვენ აღნიშნეთ და თავისი ფორმატის ადგილმდებარეობის გარემოს გათვალისწინებით ესე იგი ძირითადი სცენა ღია სივრცეში სასტუმრო კარპე დიემის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა იქნება ძალიან შთამბეჭდავი ვიზუალური განთების ლაზერული ეფექტებით ბუნებრივია როგორც ყოველთვის ძალიან მაღალხარისხიანი და ძლიერი გახმოვანების სისტემა და ყველა ის ასე ვთქვათ ატრიბუტი ბარი იქნება თუ ფუდკორტი რომელიც მსგავს ღონისძიებებს მთაში აუცილებლად უნდა ახლდეს ორი წინადადებით ბუკვალურად არტისტებთან დაკავშირებით ჩვენ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ისევ და ისევ გარემოს და ფორმატის გათვალისწინებით ძირითად სცენაზე ჩვენ ასე ვთქვათ house და soulful house-ის წარმომადგენლების ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ რატომ house-ი და soulful house იმიტომ რომ ჯაზთან ყველაზე მონათესაო თუ შეიძლება ითქვას ასე ვთქვათ ელექტრონული გამოვლინება არის სწორედ ჯაზის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით დიდი მადლობა ძირითადი სცენის ჩვენს მუსიკალურ დირექტორს გადავუხადო ვინც შეადგინა ეს line-up-ი თაზო ცხაკაიას აკა სულიდანი მას ასე ვთქვათ აი ამ ელექტრონული მუსიკის სცენაზე ამ სახელით იცნობენ და მინდა აღვნიშნო რომ ეს ასე ვთქვათ კოლაბორაცია შედგა ძალიან ცნობილ ფრანგულ პარიზულ კლუბ ჯუნისთან ერთად და შემდეგ ასე ვთქვათ ის გადაღებული მასალა ის კონცერტი რომელიც ჩატარდება პრაქტიკულად შუადღიდან დაწყებული non-stop საღამომდე დაიდება ასევე ამ კლუბის ვიდეო პლატფორმაზე რაც ნიშნავს იმას რომ უამრავი არამხოლოდ იქ ჩამოსული ადამიანი არამედ მთელ მსოფლიოში უამრავი დიახ ფოლოვერი და ამ თემით დაინტერესებული ადამიანი ნახავს გუდაურს შესაბამისად საქართველოს ამ ფესტივალს და ამ ყველაფერი ეს ემსახურება ბუნებრივია იმას რაზეც ძალიან მიხარია რომ ასე ვთქვათ ჩვენს მხარდამჭერებთან და პარტნიორებთან ერთად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ბატონ ირაკლისთან მთის კურორტების სააგენტოსთან ჩვენ ამოცანებს ასე ვთქვათ და დანიშნულებას მისიას ამ ფესტივალის ერთნაირად ვხედავთ ეს არის საქართველოსი ზოგადად და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მთის კურორტების განვითარება პოპულარიზაცია რაც შესაბამისად უნდა მოიტანოს შიდა თუ გარე ტურისტული ნაკადების გააქტიურება რაც ისევ და ისევ რასაც მოაქვს დამატებითი შემოსავლები ადგილობრივ ეკონომიკაში დამატებითი სამუშაო ადგილები შესაბამისად დამატებითი გადასახადები ადგილობრივ თუ ცენტრალურ ბიუჯეტში და ასე შემდეგ ასე რომ
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფეროვანი და სახალისო, ასე ვთქვათ, პროგრამა გვაქვს, შესაბამისი ძალიან სახალისო და საინტერესო გარემოს შექმნით, 11 არტისტი მონაწილეობს, როგორც აღვნიშნე, გარე სცენაზე, ანუ ძირითად სცენაზე გრემის ნომინანტები ყავს, ასე ვთქვათ, გამოსვლელ არტისტებს შორის, საღამოს ეგრეთ წოდებულ VIP სცენაზე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი გენიოსი დღეს მუსიკოსი სკოტ კინსი, რომელიც არა მხოლოდ ასე ვთქვათ მუსიკოსია, ის პროდიუსერიც არის და ჯო ზავინულთან ერთად რამოდენიმე მის ალბომზე ერთად მუშაობდნენ, დიახ, და სწორედ ჯო ზავინულის მემკვიდრეობას თავისი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციით წარმოადგენს. ეს პროგრამა იქნება ჩამოტანილი აქაც ხო საქართველოში. დიახ, საღამოს კონცერტი, დიახ, ჯო ზავინულის მუსიკა გაჟღერდა. დიახ, და არ შემიძლია ასევე აღნიშნო, რომ ვარსკვლავური შემადგენლობა მოყავს მას, როჯერ უოტერსის, ჯონ მაკლაფლინის საიდმენები დაუმშვენებენ გვერდს და როგორც ვთქვი, ესე იგი დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც დაუვიწყარი შტაბ-ეჭდილება, დაუვიწყარ სიამოვნებას მიიღებს ყველა დარგში. მაგარია. ბატონო ირაკლი, ახლა როგორია მზაობა ყველაფრისთვის, რომ მაქსიმალურად გამართული, maksimალურად მზადყოფნაში დახვდეს ის კურორტები, აი ამ, ასე ვთქვათ, დღესასწაულს, რომელსაც ბატონმა მიხეილმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრა და ძალიან გადამდები იყო, დარწმუნებულია ჩვენი მაყურებლისთვისაც, ხო? გისმენთ. პირველ რიგში მივესალმები ზამთრის ნაწილში, ანუ Winter Jazz-ის პროდუქტის შექმნას. ეს კიდევ ერთი გემოვნებიანი პროდუქტი არის მათ პორტფელში, ასე ვთქვათ, რაც მეოთხე სეზონი, ანუ მეოთხე უხდება სრიალი და ჯაზი. უხდება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ ესეთი აქტივობები, როგორც კურორტის პოპულარიზაცია, თან გემოვნებიანი აქტივობები კურორტის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი არის. ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს უკვე პირველად დაანონსა შაბათ-კვირას, ანუ წინა შაბათ-კვირას ფესტივალის ჩატარების თარიღები, ფესტივალის ჩატარების მზაობა. ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური არის. მივესალმებით იმიტომ, რომ გვჭირდება ესეთი აქტივობები ზამთარში, ესეთი აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის პოპულარიზაციას, რა თქმა უნდა, აკეთებს და თებერვლის ბოლოს ნამდვილად ვნახავთ იმ პროდუქტს, რა პროდუქტებსაც ჩვენ სხვა სეზონების განმავლობაში შემოთავაზებულია ჯაზ ფესტივალის განახულობდით და რა თქმა უნდა პირველ რიგში მივესალმებ კიდე იმას, რომ გუდაურში ტარდება, გუდაური ნამდვილად მნიშვნელოვანი არის ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვითაც, ანუ ვიზიტორთა რაოდენობის მოიმატებს ახლა ვიზიტორთა რაოდენობა, მით უმეტეს ასეთი ანონსის ფონზე, ხო? ზუსტად ეს არის, ბუნებრივია და როგორც ვირაკლიმ აღნიშნა, ეხება ასე ვთქვათ ორივე მიმართულებას, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმს და მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს და როგორც აღნიშნე დასაწყისში ეს ასე ვთქვათ მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფორმატი არის და შესაბამისად ტარდება სწორედ იმ ასე ვთქვათ ლოკაციებზე, სადაც ზამთრის კურორტებია და სადაც სწორედ ამოცანა დგას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული ინტერესი აი ამ მიმართულებით და ჩვენც ასე ვთქვათ დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად ესე იმუშავებს საქართველოშიც, როგორც ასე ვთქვათ საზღვარგარეთ მუშაობს ეს ფორმატი. ერთი მეორეს ეხმარება და პირიქით ჯაზი ვისაც უყვარს, იქნება სრიალი შეუყვარდეს და სრიალი ზაობასთან დაკავშირებით მე არაერთხელ მithქვავს თქვენ ეთერში, რომ მსგავსი მასშტაბის და ხარისხის ღონისძიებები პრაქტიკულად შეუძლებელი არის ძალიან ესეთი ორგანული თანამშრომლობის სახელმწიფო სტრუქტურების დიახ და კერძო სექტორის აქაც ტრადიციულად იგივე ასე ვთქვათ კონცეპტი ვიზა ერთის მხრივ კერძო სექტორიდან მეორეს მხრივ როგორც ვთქვით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის ტრასების სააგენტო და ეს ერთობლიობა და ძალისხმევა აი ამ ერთობლიობის სწორედ გვაძლევს აი იმ ძალიან ხარისხიან, ძალიან შთამბეჭდავ პროდუქტს, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ ასე ვთქვათ ვყიდით მთელ მსოფლიოში გადაუჭარბებლად და არა მხოლოდ საქართველოში.
შვენიერი. ახლა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ალბათ თვითონ იქაური ადგილობრივების ინტერესიც, იმიტომ რომ ყველას რაღაცა თავისი კაპიტალი აქვს, ელოდებიან ამ რამდენიმე თვეს, რომ ვიღაცამ ადგილობრივმა რაღაცა შემოსავალი ნახონ და ამ ბოლო დროს ხშირად იყო სოციალურ სივრცეში გარჩევა ხაჭაპურის ფაზზე და ვიღაცა ერთ კომენტარს აკეთებდა ვიღაც მეორეს, მაგრამ ამას ალბათ ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს და კონკურენცია ყოველთვის არის იდეალური საუკეთესო შედეგის მისაღებად და ალბათ ესეც სხვა შორის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კომენტარი მოვისმინე, უბრალოდ მოვისმინე ბევრჯერ და დაემთხვა, ასე ვთქვათ, ეს აზრები ერთმანეთს. ადამიანები ამბობენ, რომ მათ ესმით, რომ აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, ხო? მოშორება ცენტრიდან მთაში, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკა და ხარჯები ყველაფერი იზრდება, მომსახურე პერსონალის იქ აყვანა და ასე ვთქვათ, შენახვა და ასე შემდეგ და გასაგებია, რომ ეს საბოლოო ჯამში ამ თუ იმ პროდუქტის ფაზზე აისახება და ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ მე ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი მესმის მოვდივარ და ვიხდი გარკვეულ ვთქვათ, საშუალოზე მაღალ ფასს შესაბამისად, მე ველოდები ასეთივე ხარისხს, არა მხოლოდ სერვისის, არამედ გართობის ნაწილშიც. და ესეც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კურორტებზე, რომელებსაც ჩვენ ვაპოზიციონირებთ, როგორც საერთაშორისო დონის კურორტებს, შესაბამისი საერთაშორისო დონის გართობაც უნდა დახვდეთ იქ ვიზიტორებს. საერთაშორისო დონის კურორტი არის, ამის პრეტენზია გვაქვს, რეგიონში ლიდერები ვართ, საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ კარგად ვართ. შესაბამისად არის ორაზროვნება, ანუ როგორც ფასების კუთხით, ისე რომ თითქოს ცარიელი არის კურორტები, ეს ნამდვილად ესე არ არის, ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ ბევრი არის, საკმაოდ ჭარბი იყო რაოდენობა, ჩვენ ოფიციალურად 20 დეკემბრიდან გავიხსენით და ერთი თვის დინამიკას რო უყურებით, ანუ წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მზარდი არის, აქტივობა არის ნამდვილად კურორტზე, ხა იმ პრობლემის სოციალურ ქსელში ასეც საუბრობენ, ნამდვილად მართლა ორაზროვნება არის რა ნაწილი ერთი მიმართულებით წერს, ნაწილი მეორე მიმართულებით წერს. ეხლა ამ პოლემიკაში, რა თქმა უნდა, რთული არის რომ შეხვიდე ამაზე რომ ისაუბრო ესე, თუმცა ჩემი მხრიდან გეტყვით, ანუ იმ ვიზიტორთა რაოდენობას ზუსტად საბაგიროს ბილეთების მიხედვით ითვლება, ხო? ანუ ეს შემოსავლების ბილეთების მიხედვით საკმაოდ სტაბილურად არის. ანუ არ არის პატარა მოცულობა, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ კურორტი ცარიელი არის, კონკრეტულად საუბარი მაქვს გუდაურზე, ნებისმიერ სხვა კურორტზე. ანუ ბაკურიანის აქტივობა არის გაზრდილი, 200-300%-ით მეტი არის, ვიდრე წინა წელს მესმის რომ წინა სეზონი არისო, უთოვლო სეზონი იყო, ნალექი ნამდვილად კარგი იყო. წელს კარგი სტარტი არის, კარგად მიმდინარეობს, უხვინალექი არის. ამატებთ ასე ვთქვათ, ხელოვნური გათვალიანების ჩართულობა მაღალი არის განსაკუთრებით ბაკურიანში, ამიტომ თებერვალში კიდე უფრო მეტად მგონია, რომ პირველ ნახევარში ძალიან დიდი აქტივობა იქნება ტურისტების მხრიდან და მეორე ნახევარში ზუსტად მოგვეხმარება ისეთი და აი ამ ორაზროვნების და მიუხედავად, მაინც ყველა ვთანხმდებით კიდევ ერთხელ იმაზე, რომ შესაბამისი საერთაშორისო კლასის და დონის კურორტს ჭირდება შესაბამისი საერთაშორისო კლასის და დონის გართობა. ესე იგი ამ გზაზე ვართ ახლა ზუსტად ამ ფესტივალით და ეს მე მინდა შანსი გამოვიყენოთ იმისა, რომ სპორტსმენების ინტერესებით დავაკმაყოფილოთ, ვინაიდან ჩვენთან კი ბრძანდებით სტუმრად, სამთო სათხილამურო სპორტის კუთხით რა გეგმები არის წელს კურორტზე და როგორი გეგმება თქვენი კალენდარი, მით უმეტეს რომ ამინდი ხელს უწყობს ამ ყველაფერს. გუდაური და ბაკურიანზეც ვიკითხავ, ძირითადად მაინც გუდაურზე ხოლმე აქცენტი, მაგრამ ორივე შემთხვევაში. საერთაშორისო ღონისძიებების კუთხით არაერთხელ გასაუბრები და საკმაოდ ესეთი ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტარდება წელს და უკვე ჩატარდა ერთი წარმატებით 2023 წლის ანუ დეკემბრის ბოლოს ჰქონდა მოგუსის მსოფლიო თასი ბაკურიანში, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო მასშტაბითაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. შემდეგ ეხლა გვაქვს გუდაურში, სწორედ ახალი კურორტი არის გუდაური, მსოფლიო თასის ჩასატარებლად ეს არასდროს არ ყოფილა. 3-4 თებერვალი არის სნოუბორდ კროსის ეტაპი, რომელიც მგონია რომ საკმაოდ წარმატებული იქნება ახალ არეალის ანუ პოპულარიზაციისთვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი არის. შემდეგ 10-11 თებერვალი არის უკვე ბაკურიანში სკიკროსის ეტაპი და მასშტაბური ღონისძიება სვანეთში, რომელიც იგეგმება 1-7 მარტი, ფრირაიდის ვოლტურის ღონისძიება. დაფარვა საკმაოდ მაღალი აქვს და მგონია რომ ესეც ახალი წევრი არის, ანუ ასე ვთქვათ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საკმაოდ წარმატებული
ტური არის, მსოფლიო ტური არის და საქართველოც შეუერთდა ამ ლიგებს და საქართველოს მოინიშნება ფრირაიდის კუთხით მსოფლიოში საკმაოდ მაღალ დონეზე. მე მგონი რეპორტაჟები არ მოგვაკლდება ამ თემაზე ჩვენი ძვირფასი კეთი ილორიძისგან. გაეშურება ესე იგი. კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვისაუბრეთ, კონკრეტულად ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში 24 და 25 თებერვალს უნდა ჩაინიშნოთ თქვენს გეგმებში, მანამდე დაიჭიროთ დარიგი. ყველაფერთან დაკავშირებით ბილეთები უკვე კვირის ბოლოდან უკვე გაიყიდებათ, ტრადიციულად და სტანდარტულად მოდი ასე ვთქვათ ტიკეტჯიზე, ამიტომ ყველა მსურველს შეიძლება რომ ასე ვთქვათ დაიჭიროს დარიგი და დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს და სასიამოვნო აი ამ 2 დღიან დღესასწაულს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. ჩვენს ეთერში რეკლამის